თბილისში ვაკის საბურთალოს გლდანის, მთაწმინდისა და ქრწანისის რაიონების ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი. კომპანია Georgian Water and Power-ის განმარტებით წყალმომარაგება მოსახლეობას დღეს საღამოს 6-დან 11 საათამდე ეტაპობრივად აღუდგება. კომპანიის განცხადების თანახმად თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მკვლევარი მაგისტრალის დაზიანების გამომწვევი მიზეზი დღეს დილით საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარია გახდა, რამაც ასევე დროებით შეაფერხა კომპანიის საგურამოსა და ნატახტარში განთავსებული ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების ფუნქციონირებაც. ჩვენ 1400-იან მილზე ჰიდრაულიკური დარტყმის შედეგად ავარია. ოპერატიული სამსახურები მუშაობენ და მაქსიმალურად მოკლე დროში შეეცდებიან აღადგინონ დაზიანება. ამის გამო მნიშვნელოვან ნაწილს ქალაქ თბილისში შეუწყო წყალმომარაგება, მაგრამ დაახლოებით საღამოს 6 საათიდან 23 საათამდე ეტაპობრივად მოახდენთ აღდგენა წყალმომარაგებაში.